აი ქუჩარი ქუჩარი Если хороший цвет. გადაწყვეტა 14-იანი ჩურჩხელის გაკეთება. ნუ თავისთავად ცოტა სასაცილო ჟღერს 14-იანი ჩურჩხელა, თუმცა საკმაოდ გემრიელი არის. ეს იდეა დაიბადა იმით, რომ პირველ რიგში გსურს გავაცნოთ საქართველოს და არა მარტო საქართველოს, ზოგადად ტურისტულ საზოგადოებას, თუ რა ამხელა მნიშვნელობა აქვს ქართველებისთვის ჩურჩხელას. აი ეს არ არის უბრალოდ კბილეული, ჩურჩხელას აქვს იგივე ისტორია, რაც ღვინოს. და იგი მოდის მეორე საუკუნიდან არქეოლოგიური აღმოჩენები არის იმის, რომ ჩურჩხელა უკვე არსებობდა მეორე საუკუნეში და მას ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სამხედრო ისტორიისთვის. იმიტომ რომ ჩურჩხელა იყო ქართველი მეომარის საგზალი. წარმოვიდგინეთ, ქართველი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე არის, დაღლილი არის. იმ დროისთვის საკმაოდ რთული იყო საჭმელის დანა და ამ დროს არსებობს ჩურჩხელა, რომელიც არ ფუჭდება, საკმაოდ მაღალი კალორიულია და გემრიელი არის. ამის მეშვეობით ჯარისკაცს ერთგვარად შეეძლო წაესნიკერსებინა ბრძოლის ველის სიტუაციაში და ნუ გაეგზალებინა ომი. ამასთანავე ქართველები ამაყობთ ამ ჩვენი ტკბილეულით და მე დღეს ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ რატომაც არა გავკეთებინა დიდი ჩურჩხელა, რომელიც რეკორდი იქნებოდა. ჯერ არ დაფიქსირებული ასეთი ჩურჩხელა გაკეთებულა საქართველოში, ჩვენ ამჟამად გავაკეთეთ 4 მეტრამდე. ეს პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ტურისტული განვითარებისთვის, რადგანაც ამით ტურისტები იცნობენ საქართველოს კიდევ ერთ სფეროს, რომელიც მათთვის ჯერჯერობით უცნობი იყო. ამასთანავე ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გეგმები, რის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ ტურიზმი ისეთ ადგილებში საქართველოში, სადაც აქამდე ტურისტ ფეხი არ დაუდგავს და არ უნახავთ ჩვენი ქვეყნის სილამაზე. ამით სურს სოფლიოს უკეთ გავაცნოთ ჩვენი საქართველო უფრო ლამაზი რაკურსიდან. გვაქვს მრავალი სხვადასხვა პროექტები, თუმცა სიურპრიზად შევინახავთ მათ. დღეს ბედნიერი ვარ. ჩურჩხელის დაბადების დღე არის დღეს და დაიბადა. მე მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი დღე შედგა საკმაოდ დავიტვირთეთ და გადავიღალეთ რო იტყვიან, მაგრამ საოცრებად და კარგი ალბათ ყველაზე ცხოვრებაში ისაა, როდესაც რაღაცას ემსახურები, რაღაცას აკეთებ და ხედავ შედეგს. და დღევანდელი დღე იყო შედეგიანი, შედგა პირველად სოფლიოში ყველაზე დიდი ჩურჩხელა, რაზეც ძალიან ნერვიულობდით, რომ მიგვეღწია ამ შედეგამდე საკმაოდ დიდი შრომა დაგჭირდა. ეს იდეა დაიბადა ჩვენს ჯგუფში, ჩვენს არის ტურისტული კომპანია, ჩვენი Grand Travel ჯგუფი და შემდეგში ამ იდეის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო გურჯაანის რაიონის ინდმეწარმემ, ქალბატონმა შორენა კეჟერაშვილმა, ასევე დიდი წვლილი შეიტანა გოჩა ლომიძემ და ერთობლივი ძალებით, მოხმოდრაკილი შრომით, ესე იგი რუდუნებით რო იტყვიან დღევანდელ დღემდე მოვედით. დავიწყეთ მეტრიდან, მეტრ-20 ჩურჩხელიდან და როგორც იქნა, ესე იგი მივედით აქამდე. საკმაოდ რთულია რა ეს პროცესი ტექნოლოგიურად, რომ მე დამეთანხმებით ალბათ ვისაც ჩურჩხელა გაუკეთებია, ალბათ გვისმენენ კახელებიც, რომ 25 სანტიმეტრიანი საწმის დროსაც კი ხდება ესეთი რაღაცა, რომ ის ვერ იჭერს თათარას და იმტრევა ნიკოზი და ასე შემდეგ და საკმაოდ ესე იგი ესეთი აი შრომატევადი სამუშაოს შემდეგ და ქალბატონის შორენას დამსახურებით და შრომით მოხდა აი ამ დღევანდელი ჩვენი იდეის ხორცს შესხმა. ესე მინდა რომ ვთქვა და უღრმესი მადლობა მინდა დღევანდელ დღეს გადაუხადო როგორც გურჯაანის რაიონის თვითმმართველობას, ასევე თელ გურჯაანს და ასევე მოწვეულ სტუმრებს, როგორც უცხოეთიდან, ისევე საქართველოსთან მოსულ სტუმრებს, რომლებიც დაგვიფასეს ჩვენი შრომა ნამდვილად და ჩვენ ამითავად გაოცებული. ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული რა არის? ის დაფასება, რაც ხალხმა მოგცა. მომეწონა ეს იდეა ძალიან, მივიღე მონაწილეობა, დაუდექი გვერდში. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, დავიწყეთ მართლა მეტრიანით, მე ავედით მეტრანახევრიანზე და ამოვავლეთ 4 მეტრამდე ჩურჩხელა. სოფლიოში არ ყოფილა ამხელა ჩურჩხელა არავის არ ამოულია და ძალიან მოხარულები ვართ სულ ყველანი, შარშანდელთან შედარებით უფრო უკეთესი იყო წლევანდელი წელიწადი და ალბათ უფრო უკეთესი და უკეთესი იქნება ჩვენი რაიონისთვის კი რა, ალბათ მთელი საქართველოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტურისტი შემოვა. ეს ჩურჩხელა წარმოადგენს იმ მიმართულებასაც, რომ ქალაქ გურჯაანში, კახეთის რეგიონში განვითარდეს ტურიზმი, დაინტერესდეს უფრო მეტად სტუმრები მოწვეული, როგორც პოსტსაბჭოთა სივრციდან ისე საზღვარგარეთის ევროპული ქვეყნებიდან და გაეცნოს აქაურ კულტურას ადამიანები, გაეცნონ იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებიც აკავშირებს ამ რეგიონს,
არა მარტო ჩურჩხელით, სხვა ისტორიული ფაქტებით, ისტორიული ძეგლებით, რომელიც მრავლად არის და ბევრია ამ რეგიონში და ეს არის ძირითადი მნიშვნელობა და ძირითადი აზრი ამ ჩვენი კომპანიის, რომელიც განავრცობს და განავრცელებს არა მარტო კიდევ გავიმეორებ, არა მარტო ჩურჩხელს, მხოლოდ იმ ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობებს, რაც რეგიონს ახასიათებს თლიან. მომავალ წლისთვისაც დაგეგმილი გვაქვს ბევრი რაღაც განვავითაროთ სხვადასხვა ლოკაციური წერტილები არა მარტო კახეთის რეგიონში, სხვა რეგიონებშიც გვაქვს. ეს როგორც ღვინის ფესტივალი, ისე იქნება ჩურჩხელის ფესტივალი კახეთის რეგიონში. ყოველ წელიწადს განხორციელდება და ვეცდებით მაქსიმალურად რომ უფრო მეტად კიდე გავზარდოთ ჩურჩხელა. ეს მარანი ააშენეს თავადმა ვაჩნაძეებმა. მე-18 საუკუნიდან მე-19 საუკუნეშიც იგივე ფუნქციონირებდა და მარანი იყო ჩვეულებრივ და გადავიდა 21 საუკუნეში შეიძინა ეს მარანი ბატონმა დავითმა, რომელმაც გაუკეთა რესტავრაცია და ამოქმედა აღორძინა ის მე-18 საუკუნის მამაპაპის ფესვები და დღესდღეობით ჩვენ გვაქვს უნიკალური ღვინოები, კახური ღვინოები. კლდოვან ფენებში აღმოაჩინეს 300,000 წლის წინანდელი გაყინული ქვათქცეული ვაზი. დღესაც იგივე მიმდევრობით, რა მიმდევრობითაც, რითაც დაგვიწერეს ჩვენმა წინაპარმა, რაც დაგვიწერეს, აი ზუსტად იმ დაწერილს მივდევთ ნაბიჯი. თვითონ ვაზიც აი ლამაზი დაგრეხილი არაბუნებრივი სცენარი, რომელიც უფრო მიემგზავსება ქარს, სილამაზით და გემოვნებითაც იგივე ვარიანტში გატკბობს, როგორც ლამაზი ქალი. ეს გონება სანამ